მოგესალმებით, მეგობრებო, საინტერესო თემით მოვედი. დღეს მინდა თემა გავშალოთ, გარემოდან წამოსული აგრესია როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორ მოვახდინოთ იდენტიფიკაცია ამ აგრესიის მიზეზების, რეალურად საიდკენ არის ეს აგრესია მიმართული ხოლმე. ყოველთვის გთავაზობთ ხოლმე საკუთარი თავის შესწავლას, ჩემ ვიდეოებში სულ ამ ინსტრუმენტებზე ვსაუბრობ. და ეხლა პირველად მინდა უფრო გავაკეთო არა საკუთარ თავზე, მოდი გარემოზე რო ვისაუბროთ, გარემოდან წამოსული აგრესიის მიზეზები რა შეიძლება იყოს, ხო? გარემოდან გულისხმობ ახლობლები, თანამშრომლები იქნებიან, ან საერთოდ გარეთ, ხო, აი რო გავდივართ და შეიძლება რაღაცა გვეცეს, რაღაცა აგრესიულად მოგმართოს მაგალითად, ან რაღაცნაირად გაღიზიანება იგრძნობოდეს ადამიანებში ჩვენს მიმართ, ხო, სიტყვაზე, ხო? და რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს, ოღონდ არის ხოლმე ესეთი გამოკვეთილად, ესეთი მიზეზები, რომელიც უმეტესად ესეთი რაღაც გვხდება ხოლმე და რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს წავიკითხოთ, ხო? იმიტომ რომ, როდესაც ახლა ეზოთერულადაც რო ვთქვათ და ფსიქოლოგიურადაც, ხო, ეზოთერიკა რა არის, ხო, რომელიც აღიარებს ენერგიებს და ენერგია არის მთავარი ფოკუსი ეზოთერული ვთქვათ ფილოსოფიის. ფსიქოლოგიის არის ეს უფრო რაღაცნაირად ესეთ ფსიქიკაში არსებული იმპულსები, ხო? ფაქტობრივად ერთი და იგივე არის, ხა მე თუ მკითხავთ. უბრალოდ აქცენტი ეზოთერული ხედვის უფრო ენერგია და ენერგიის მიღმა სულიერი სამყაროებია. და შესაბამისად ეზოთერულად ეს იკითხება ისე, რომ აი ეს ენერგია, როდესაც მოდის და მე თუ არ ვიცი, საით არის, ანუ მიმართული, ხო, ანუ საზღვრები თუ არა მაქვს ფსიქოლოგიურად რო ჩავართოთ, ხო? საზღვრები იგულისხმება, რომ მე ვკითხულობდე ამ აგრესიის ან ამ ნეგატივის, თუნდაც სიყვარულისაც სხვათა შორის, ადამიანის სიყვარულის იმპულსი რომ მოდის, როგორც წესი ეს არის ხოლმე, ვთქვათ, მისი იდეალები, მისი ოცნებები, ხო, მასში არსებული ის რაღაც დადებითი იმპულსი, რომელიც სხვა ადამიანში დაინახა მან, ხო? ანუ ისევ თავის იდეალთან არის აქ კავშირი, ასევე ნეგატივზეც მსგავსი შეგვიძლია ვთქვათ. და როდესაც მოდის ეს იმპულსი ნეგატიური, მე თუ ამას სწორად არ ვკითხულობ, შესაბამისად ენერგიას ვიღებ მე. ესეა ეზოთერულად, ხო? ნეგატივს ვიღებ ჩემ თავზე და ეს ჩემში არსებული ნეგატიური ემოციები ეს არის გადმოსული, მოდით ესე ვთქვათ, სხვისი ნეგატივს ვიღებთ ჩვენ თავზე, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით სხვის ნეგატივს როგორ გავუმკლავდეთ. ანუ არ გვესმის მიზეზი ამ ყველაფრის. მიზეზის გაგება ეს ნიშნავს ფაქტობრივად განეიტრალებას, ხო? შინაგანად არ აღებას ამ ნეგატივის და ფსიქოლოგიურ ენაზე ეს არის მიმღებლობა და გახსნილობა მაგალითად, ხო? და მიმღებლობა არა ნეგატივის, არამედ მიმღებლობა იმისი, რომ მე ვიცი რატომ არის ეს ადამიანი. ესეთ მდგომარეობაში რა წუხებს, მე თანაზიარი ვხდები მისი წუხილის, მე გაგებული ვარ, ხო? უბრალოდ გაგებულია ეს ადამიანი ჩემს მიერ და ზუსტად ეს გვჭირდება ადამიანებს, რომ გაგებულები ვიყოთ და თუნდაც ჩვენ რო აგრესიულები ვართ, გაღიზიანებულები ვართ, რატო ვართ გაღიზიანებულები, რომ ეს არის ან ჩვენ თავს ვერ უსმენდით და იმიტომ რომ ჩვენ არ გვისმენდნენ და არ გვასწავლეს საკუთარი თავის მოსმენა და გარემოზეც აგრესიას ვავლენ, იმიტომ რომ მე სადღაც ასევე მომექცნენ, ხო? ანუ ვიღაცის აგრესია მივიღე, როცა მე თანადგომა მჭირდებოდა, როცა მე გაგება მჭირდებოდა. ეს სულთა ფსიქოლოგიური კუთხით რომ შევხედოთ. ფსიქოლოგიაში აი ეს მიმღებლობის თემა, რაც სხვათა შორის თერაპიები ზუსტად ამისთვის არის, ხო? ფსიქოთერაპია. აი მისი ეზოთერული არსი რო აგიხსნათ ფსიქოთერაპიის, ხო? ფსიქოთერაპიის არსი ზუსტად ეს არის, რომ ის როდესღაც რო არ მიმიღეს, ეხლა ზუსტად რაღაცნაირად ის ფიგურა თერაპევტი ხდება, ის პერსონა, ის პიროვნება, რომელიც განასახიერებს იმ ყველა ადამიანს, რომელიც არ მიღებდნენ და შეცვლის ეხლა იმ რაღაც დასწავლილ ქცევას, ხო? აი იმ შეცვლის იმ ნარატივს და ჩვენ უკვე აბსოლუტურად ახალ გამოცდილებას ვიძენთ, რომ ის რაც დაუკმაყოფილებელი იყო ადრე რომ არ მიხებდნენ, ეხლა მიმიღეს. და აი ჩვენ შეგვიძლია ესეთი თერაპიული ფსიქოტიპი ჩამოვიყალიბოთ სხვებისთვისაც და ჩვენი თავისთვისაც შესაბამისად, ხო? და აი ვინც ახლა მაგალითად ან ფსიქოლოგიას სწავლობს, ან აინტერესებს ეს თვითშემეცნება და განვითარება,
მარტო საკუთარ თავის შემეცნება არ არის საკმარისი თუ გარემოსთანაც ეს არ გავიტანეთ, ხომ? აი ეს გაგება ძალიან მნიშვნელოვანი არის, ოღონდ გაგება სჭირდება ცოდნა. სხვათა შორის მე რაც უფრო აი ესოთერულ სფეროში, ასტროლოგიაში, ფსიქოლოგიაში წავედი, აი ეს მიმღებლობა გამეზარდა იმ კუთხით, რომ ეხა ვერ ვიტყვი რომ ყველას ვიღებ და ყველა არ ვაღიზიანებს. მაგრამ აი ეს არს ის გაგება ჩემებურად, როგორც მე დავინახე, ის მინდა გაგიზიაროთ და როგორც გვასწავლიან ფსიქოლოგიაში. მაგალითად ის მიმღებლობა, აი ამ მესიჯების წაკითხვა არის, ხო, გარედან ადამიანის შინაგანი დავინახოთ და აქედან ყალიბდება საზღვრებიც. და საზღვრები რა არის მნიშვნელოვანი, ხო, ჩვენი და სხვების საზღვრები, ხო? ზუსტად ჩემი საზღვარი სად არის, იმ ადამიანის საზღვარი სად არის? აი მაგალითად, ხშირად ხა ჩემთან რომ მოდიან ხოლმე კონსულტაციაზე, ხო? ძალიან ზედი გამოცდილებას მაძლევს ეს ყველაფერი, ძალიან დიდ გამოცდილებას, ხა 15 წელია დაახლოებით ამ სფეროში ვარ და საკმაოდ დამაგროვდა გამოცდილებაც, მაგრამ ყოველი ესეთი კონსულტაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი მას მაძლევს ბაზას, ესე რომ ვთქვათ, ადამიანებს რა აწუხებს, ხო, რა აქვთ მათ უმეტესად პრობლემები ხოლმე და ხშირად არის ეს ზუსტად, რომ აი გარედან ან მეუღლისგან, დედისგან, მაგალითად, აი დედასთან ჩამოყალიბებული ტრავმები, მაგალითად, ხო, ბავშვობის ტრავმები ან მამასთან და მიყვებიან ისტორიას, როგორი მოხდა ზეწოლა მათზე და როგორ დაუვარდათ თვითშეფასება ამეთი და სიამოვნებელია ხა კი რუკაში ჩანს ეს რამდენიმე კომბინაცია არის, მე პირდაპირ შემიძლია ვნახო მამის ენერგეტიკა, მამის ფსიქოტიპი, მისი ბედიც წინა კაცების გვარში და ქალების გვარში ეს ჩანს რუკაში. ძალიან ესეთ ფსიქოლოგიურ თუ ეზოთერულ მოდელებში ეს ძალიან კარგად ჩანს. და შესაბამისად ეს რომ ზუსტად მიუთითებს იმას, რომ ეს გარემოდან კი არ იყო, ანუ ეს ადამიანი შვილს კი არ ელაპარაკება, სიამოვნებაში საკუთარ თავს ელაპარაკება, ხო? საკუთარ თავთან დიალოგი შეიძლება იყოს და მე თუ აგრესიას ვაბდნენ სხვაზე, ეს ჩემს თავში დიალოგი არის, ჩემი უკმაყოფილება არის, ჩემი ცხოვრების მოუწესრიგებლობა არის, ხო? ჩემ თავში მაქვს ბრძოლები და რომ ვერ უმკლავდები შიდა კონფლიქტს, აი ესე ფსიქოლოგიურ ტერმინით რო ვთქვა, შიდა კონფლიქტები რო გვაგარს, ერთი უნდა მეორეს აკეთებს, მესამე იქ საზოგადოებას ანგარიშს უწევს, მეოთხე იქ დასწავლულ ქცევაშია მშობლებიდან, ხო? და ეს ნამდვილი მე იკარგება ამ კუთხით და შემდგომ ხდება ადამიანი უკვე გაღიზიანებული, ის ვეღარ უმკლავდება თავის შიდა კონფლიქტებს და ფაქტიურად ის რისი გაკეთებაც მე მინდა ჩემ თავთან და მე ვერ ვახერხებ ამას, იმ აგრესიას გამოვხატავ სხვაზე. მაგალითად, ან ის რა სიტყვებიც მე მინდა ჩემ თავს უთხრა, ამას პროექცია ქვია, მე ვაკეთებ სხვაზე პროექცირებას ამ ყველაფრის და აი შვილთან მაგალითად მიყალიბდება ტოქსიკური ურთიერთობა, ან დედა, რომელიც აი ხშირად არის ხოლმე დიდი ეგოთი, დედა, რომელიც ბავშვს რაღაცნაირად დრგუნავს, მის ეგოს, ხო, მის ეგოს დრგუნავს, მის თვითშეფასებას დრგუნავს. და ამ შემთხვევაში ის თავის ეგოს დრგუნავს, თავის თავს ელაპარაკება ზუსტად ესე, იმიტომ რომ თავის ეგოს იმიტომ დრგუნავს, რომ მას არ აქვს ეგო, ხო, მოდი ესე ვთქვათ, არ აქვს ის თვითშეფასება, ჯანსაღი თვითშეფასება, ფსიქოლოგიაში არის ერთი ტერმინი ილიზორული მე და ყველას გვაქვს ნაწილობრივ, ოღონდ ძალიან გამოხატულები არიან ილიზორული ეგოთი, აი როცა გას ადამიანი ესეთ იმპერატიული, ხო, რაღაც ესეთი გამოხატვით, რო აი თქვენ არავინ ხართ და მე ეს ვარ თემა. ზუსტად მან ხდება ეს სრულ ეგოს ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეგო უბრალოდ არ არის, მე არ არის. მან გვაქვს კომბინაციები რუკაში ხოლმე ეს ნარცისულ ველს რო ეძახიან ხოლმე, ხო, ფსიქოლოგიაში, ეს ნარცისული ველის იდენტიფიკაცია ძალიან კარგად შეგვიძლია ხოლმე ასტროლოგიაში. პირად რუკაში და სხვათა შორის ხშირად როგორ არის იცით, აი რომ გამოცდილებით რომ ხედავთ ადამიანს აი რაღაც იმპერატიული და ესეთი გამოხატვით რუკით ხედავ უკვე რა ტრამვების შედეგად მიიღო ეს ყველაფერი და მანდ ვიცი უკვე რომ ეს ჩემთან ან ჩვენთან ან სხვებთან კი არ ახდენს ამ ეგოს ჭიდილს, ეს საკუთარ თავთან არის აქ პრობლემა, ხო? გაგულახდათ რომ გითხრათ
ვერ გეტყვით რომ დიდად სასიამოვნო არის ჩემთვის რომ ესე ხედავდე ყველაფერს ხო ხა სულაც არ მინდა რომ აი ესეც ეს პლუტონი მოკლედ ძალიან ისეთი რაღაცა არის ეს პლუტონი ისეთ რაღაცებს ხედავ რაც საერთოდ არ გინდა არჩე ის საქმე არ არის არაფრის მომცემი იდეაში მაგრამ ნუ გვეხმარება თუნდაც იმაში რომ სადღაც ხედავ ყველაფერს მაგრამ it's okay ხდება ხოლმე ესეც რომ შეიძლება ადამიანს იმაზე უფრო ღრმად ხედავდე ვიდრე საჭიროა და ვიდრე შეგჭირდება საერთოდ ხო მაგრამ ამ ხედვასაც აქვს თავისი პლუსები ის რომ ეს ხედვა გვეხმარება ასეთივე თვალით შევხედოთ საკუთარ თავსაც აი რაც უფრო ადამიანში ხედავ ხოლმე მე პრობლემებს ხო აი პრობლემებს რა კუთხით იცით აი სად არის გაჭედილი ეს ადამიანი და აბსოლუტურად სხვაგან ეძებს აი რაღაც აწუხებს არის ის რა აწუხებს რაღაც ძიებაში არის მაგრამ რო ხედავ რომ ვერასოდეს იქ ვერ მივა რო იპოვოს ის რაც ესეც ჩანს ხოლმე სხვათა შორის იმიტომ რომ ზუსტად ეს ილუზორული ეგო ილუზორული მე არ მისცემს მას საშუალებას ამ ყველაფრის და ესე ძალიან ისეთი არის ხოლმე მან დამკვირვებლის როლში გავდივარ ხოლმე მართალი რო გითხრათ რომ ეს არჩევანია ჩვენი ესეც რო ვთქვათ და ძალიან მტკივნეული არის ამ ეგოსთან შეხება და ამ ეგოსთან აი ესეთი დამსხრევა ილუზორული ეგოს დამსხრევა ეს ალბათ ყველაზე რთული არის თუმცა ყველას გვაქვს რაღაც ნაწილ ესეთი ილუზორული ეგოები ილუზორული რას ნიშნავს ახლა როცა მაგალითად გონია ანუ ვიღებთ ჩვენ თავზე იმას ფსიქოლოგიურად შეიძლება საერთოდ არ ვიღებდე ფიზიკურად ან ცხოვრებისეულად მაგრამ ენერგეტიკულად ეს უკვე სუფთა ეზოთერული თემა არის და ეს ჩვენთან ჩანს რუკაში ეზოთერულად არის ისეთი მომენტი, როცა აი კარმას რო ვეძახით, ხო, წინა ცხოვრებები, ანუ ოჯახური ველი, ასევე მათი წინა არაცნობიერში არსებული იმპულსი, რო აი სულ მუდმივად ტრიალებს. ქვეცნობიერში ტრიალებს იმპულსი, გაედინება ენერგია, ოღონდ მე ვერც ხედავ, ვერც ვაკონტროლებ და არც ჩანს საერთოდ, ხო? მაგრამ ჩანს ან დაღლილობაში, ჩანს აგრესიაში, ჩანს ვიღაცებს რო ვთხოვთ რაღაცებს, ხო? ისეთ გამოკვეთილად, ხო? აი ესეთ რაღაცებში ჩანს ხოლმე ეს ველი ოჯახური თუ კარმული, რომელიც აბსოლუტურად ვერ ვაკონტროლებთ და სხვათა შორის ძალიან ბევრი წელი დამჭირდა ამის კვლევისთვის, რომ აი ადამიანებში ეს რუკით, რა თქმა უნდა, რუკაში ვხედავ ხოლმე ყველაფერს და აი ეს რო გადამეტანა მე რეალურად ამ რუკაში გაცილებით იმაზე მეტი სიღრმე რო არის უკვე ენერგეტიკული კუთხითაც, ვიდრე საერთოდ თუნდაც ლიტერატურებში არის ეს გადმოცემული, ხო? ძალიან ბევრი კვლევა, ძალიან ბევრი ეს დამჭირდა. იცით, თვითონ ადამიანები ძალიან მეხმარებოდნენ იმ კუთხით, რომ აი რაღაცებს რო გავყვებოდით, მე ისინი მიდიოდნენ კიდევ საკვლევად, თერაპიებზე, ჰიპნოთერაპიებზე, წარმოსახვის თერაპიებზე მიდიოდნენ და მე ხვდებოდნენ, რომ კი, აი ზუსტად ის დავინახე, რასაც ამბობდი, რაც ჩანდა რუკაში და აი ეს კვლევები ძალიან დამეხმარა, სხვათა შორის ნებისმიერი ფსიქოლოგებიც, თუნდაც აი ეს ნოვატორები, ასევე რაღაც თეორიას შექმნიან და მე ამას იკვლევდნენ, ხო? და ხოლმე ეგეთ გზას გავდივარ ხოლმე, რომ ასტროლოგიაშიც აი ხო არის სხვადასხვა მიმდინარეობები ფსიქოლოგიაში, ხო? და აი მე ვხედავ, რომ აი ასტროლოგიაში შეგვიძლია ცალკე როგორც ფსიქოლოგიური მიმდინარეობა გავაკეთოთ, რომელიც უფრო ენერგიებზე მუშაობს, რომელიც უფრო ენერგიებზე რა კუთხით, აი იმ ღრმა ფსიქიკის ენერგიის გადინების იმპულს ხედავდეს ყველაზე ღრმა წერტილში, რომელიცაც აი დიდ სურათში შევხედოთ ფსიქოლოგიის ხასხა მიმართულებებიც რომ დავამატოთ და ესე ჩავთოთ უკვე მთლიან სურათს ხედავთ. და ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი ესე ღრმად რო ხედავთ უკვე ადამიანს, ღრმად ხედავთ ჩვენ თავსაც, ხო ეს გვეხმარება მე საკუთარ თავის კიდევ უფრო კრიტიკული კუთხით შეხედვაში, აი იმ ფსიქოლოგიური ძალიან ღრმა ენერგიის გადინების
იმპულსში, დანახვაში, რომელიც ხშირად ფსიქოლოგია ვერ მიდის. აი რო აგეხსნათ, ახლა ძალიან ბევრ თემას ვდებ ხოლმე ერთად. ესე არ არის ჩემთან რომ დავიწყო მაგალითად აგრესიაზე დავიწყე და ახლა მთელი ის უნდა მოგიყვეთ. დიდი სურათი, სხვანაირად არ გამოდის, დიდ სურათში ვარ შევხედეთ ხოლმე ის და ფრაგმენტული გამოდის მე. რუკასაც ესე გავდივართ ხოლმე, მთლიანად ის სურათში, მაგიტომ არის რომ წერენ რომ აი ის მარტო მაინტერესებს ერთი საკითხი და როგორ ხდება თქვენთან კონსულტაცია? ერთ საკითხზე არ მუშაობ, იმიტომ რომ იმ ერთ საკითხში მთლიანად არის კომპლექსი. მთელი რუკა არის გასარჩევი, მთელი ადამიანის მშობლების მოდელი არის გასარჩევი, გარემოს მოდელი, სკოლის პერიოდი არის გასარჩევი. ყველაფერი, რომელიც აყალიბებს ამ კონკრეტულ სიტუაციას, ხო? და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი მოდიან, თქვათ, აინტერესებთ ეხლა რთული პერიოდი აქვს და როდის გამოსწორდება ან რატო აქვს რთული პერიოდი ან რა გააკეთოს რომ ეს რთული პერიოდი გავიდეს და კონსულტაციის მერე ზოგჯერ ის უფრო არიან რომ ეხლა კიდე უფრო მივხვდი რა რთულად არის საქმე მეგონა რომ აქ მარტივ პასუხს მივიღებდი და ოკეი დაალაგდებოდა ყველაფერი და ზოგჯერ კიდევ უფრო მაშინ შედიან რომ უფრო მეტი ყოფილა საშრომი ვიდრე მე მეკონა და სიამოვნებაში ესე არის მეგობრებო ეხლა მაგიტომაც მე სულ ვცდილობ ხოლმე რომ ესე არ ვატყუებ ადამიანებს რომ ესე მარტივად არ არის ძალიან რთული რაღაცეები არის ფსიქოლოგიაში ადამიანის კარმაში ესე მარტივად არ გვარდება ესეთი რაღაცეები ამას ძალიან სერიოზული მუშაობა და ჩაღრმავება ჭირდება შესაბამისად, როცა აი ამ მოდელებზე ვლაპარაკობთ, ხო, აი ფსიქოლოგიურ მოდელებზე, რომ აი გარე აგრესია რომ მოდის, რა გავაკეთო ამ ყველაფრისთვის, ხო, აი თუნდაც კლიენტები რომ მოდიან ხოლმე ჩემთან რაღაც უფრო ესე ვუყურებ ამას კლიენტებს, მაინც არ ვიძახი ხოლმე კონსულტაციაზე რომ მოდიან, ხო? აი აქ, როდესაც აი იმ ღრმა ფსიქიკურ პროცესებში მიდიან, აი გემნებით სხვანაირად ხედავენ მე ამ ყველაფერს და აი ის თეორია, რასაც ვამბობ სულ, რომ აი ასტროლოგიას შეუძლია ყველაზე მთავარი გახსნას ადამიანში, აი ყველაზე მთავარი კარმულ ასტროლოგიას გულისხმობ, ეზოთერულ ასტროლოგიას გულისხმობ, რომელშიც მე ვარ ძირითადად და მე არ განვიხილავ მხოლოდ ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ ეს არის მთელი ოჯახური ველი, ეს გენეტიკურ ველს გულისხმობ მთლიანად მთელ გვარში, ეს არის ფსიქოლოგიური ველი შესაბამისად და ეს არის კარმული ველი, როგორც კარმულ ასტროლოგიაში შევხედოთ, როგორც წინა ცხოვრებები, ხო? და მთელ ჩემ კლიენტებთან უმეტესად მანდ გადიან, ისინი სულ მანდ გადიან თუ წავლენ უფრო ღრმად იკვლევენ ამ ყველაფერს და აი ეს გაცილებით დიდ ინერციას იძლევა, სიღრმისეულ ინერციას იძლევა დიდ დროსა და სივრცეში ვიდრე ფრაგმენტულად რო ეს არის ერთი ცხოვრების რაღაც ბავშვობის ტრავმა და ამ შემდეგ, ხო? ამიტომ ეს ეზოთერული ხედვა უფრო ენერგიებზე არის მიმართული და აი ამ ენერგიის დაჭერა შეგვიძლია ძალიან კარგად, სხვათა შორის ადრეს ჩავწერე ვიდეო ეგზისტენციალურ ასტროლოგიაზე, აქ ის საკითხი რო აი ხანდახან გოგონია რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, აი რუკაში ძალიან კარგად ჩანს რისთვის მოვიდა ადამიანი ამ ინკარნაციაში ესე ვლაპარაკობთ ამ ოჯახურ ველში, რა გამოსასწორებელი ან როგორ გზნობს ის ამ ოჯახურ ველში თავს, ხო, როგორი შეგრძნებები აქვს, აი ძალიან არაცნობიერ დონეზე და სხვათა შორის ერთი საინტერესო ის არის, რომ დაახლოებით 15 წლის წინ, აი რომ მივხვდი პრინციპი როგორ მუშაობს, ოღონდ ურანულად მივხვდი, არ ვიცი ბოლომდე როგორ, აი უცებ ნათელი რო დაგიდგება, ამ ყველაფერს მივხვდი და მე დავიწყე უფრო პრაქტიკულად კვლევა ამ ყველაფრის, უკვე აი ისე steps რო ატარებ ამის, აი ესეთ დონეზე, უკვე კვლევა დავიწყე და ფაქტიურად დავადასტურე, რომ ის რაც თავიდან თქვი, აი ის მართლა რეალურ ცხოვრებაში ესე მუშაობს და სხვა შორის წიგნზეც მუშაობს, სადაც ამ ყველაფერს აღწერ, ავხსნი, რომ რაღაცებს ვიდეოში ვერ ვლაპარაკობ, ხოლმე ეს ცოტა ისე სიღრმისეულად გასარჩევი არის და ამას აუცილებლად მე გამოვცემ, ესე რომ ვთქვათ. და რა არის ახლა ყველაზე საინტერესო, რომ აი მეც მაგალითად ძალიან ბევრი კითხვები მქონდა. აი ბავშვობიდან მქონდა კითხვები, ადრეც ვლაპარაკობდი სხვა ვიდეოებში, 5 წლის რო ვიყავი, რო ვამბობდი, რომ მე უნდა გავარკვიო, საიდან მოვედი მეთქი. აი ესე არ იქნება, რომ რაღაც 5 წლის წინ გავჩდი, რაღაცა სხვა არის მეთქი კიდე თქო და ჩემ თავში ვპირდი, რომ გავარკვევ ამ ყველაფერს მეთქი. და აი
აი ეს კითხვები რომ ბავშვობიდან მქონდა, ვერ გეტყვით რომ ეხლა აი ვინმე აი ესე სრულად დამეხმარა, იცით? აი ფრაგმენტულად მომიწია სხვადასხვა რაღაცების ამოკრეფა. ესე დიდ სურათში არავის არ ქონდა, იცით? აი ესე რომ ბოლომდე თქვა, განსაკუთრებით ფსიქოლოგიაში, ახლა რაც უფრო ფსიქოლოგიაში ვარ, არ აქვს ის პასუხები ხოლმე, რაც მე მინდა, ის სიღრმისეული პასუხები და ამიტომ აი ამ სინთეზში ასტროლოგიის, ფსიქოლოგიის სინთეზი კიდევ უფრო რეალურად პასუხები მივიღე. აი, ოღონდ მარტო ეზოთერიკაში რო ვართ, აქ ინსტრუმენტები არა გვაქვს, რას ვუკეთებთ ამ ყველაფერს, არ ვიცით და ფსიქოლოგიაში უკვე სრულად ინსტრუმენტებს ვიღებთ ხოლმე და აი ამ გამოცდილებიდან რო ვყურებ, ხო? აი ეს გარე აგრესია როცა მოდის მაგალითად, ხო? აი ეს იმხელა დიდ სურათში არის ამ ადამიანთან, თუნდაც პროექციას რო ვეძახით, ხო? იმხელა დიდ სურათში ხდება ეს ყველაფერი, რომ მას თავის შობლები ყავდა ესე, ან გარემო იყო სხვათა შორის აქ რუკიდან გამომდინარე, აი ეს იმპერატიულზე რომ მოგიყევით ახლა ხო რაღაც ცრუ ეგოთი და ცრუ იმითი. აი აქ განსაკუთრებით ეს ადამიანები საკუთარ თავს ელაპარაკებიან უფრო გარეთ, ხო? ეს ცრუ ეგოს შენარჩუნებაზე არის ესე ადამიანი, რომ რამე არ მოხდეს და არ შევხედო როგორი ვარ სინამდვილეში. არაფრით ამას არ დაუშვებ. აი ნარცისულ ადამიანებზეც როცა ვლაპარაკობ, ხარ ძალიან ბევრი გარშემო ადრე მყავდნენ ხოლმე ნარცისები, მე ვერ ხვდებოდი ეს რა ფენომენი იყო, საერთოდ რა იყო არც ვიცოდი. და აი მე რომ დავიწყეთ სწავლა ფსიქოლოგიის, ხო, აი მივხვდი რა ფსიქოტიპი აქვს, როგორი ქცევიან, მათი ქცევიდან გამომდინარე ჩვენ რა ტრამვებს ვიღებთ ცალკე, ხო? აი ეს ყველაფერი იმდენად რაღაცნაირად იშლება, რომ უკვე ხვდები, რომ იმ გარემოში, რაშიც ცხოვრობ, როგორ ისწავლო ამ გარემოსთან საუბარი, აი არავერბალური საუბარიც, ხო? აი ადამიანი უკვე რომ ლაპარაკობს, ან გამოხატავს თავს, უნდა გრძნობდეთ იქ რა ხდება, მას რა ტრამვები აქვს, მას ის სინამდვილეში რას ლაპარაკობს. სხვაშორის ძალიან ბევრი წელი ჟურნალისტად მუშაობდი და ამ ჟურნალისტიკა ძალიან დამეხმარა. აი ეს ყველაზე მნიშვნელოვანს სწავლობდით, რა უნდა დამენახა ყველაზე მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი ინფორმაციაში წარმოგიდგენთ, ახლა 5 საათიან შეხვედრაში რო ხარ და უნდა დაწერო ერთი რამდენიმე აბზაცი, ხო? და აი აქ უკვე ყური ეჩვევა, რა უნდა ამოიტანო ყველაზე მთავარი ამ ყველაფრიდან, ხო? და აი ეს ძალიან გამომადგა მე ჩემს სფეროშიც, რომ ადამიანები როცა ლაპარაკობენ და მე ფსიქოლოგიური ენასაც რო ვსწავლობდით, ხო? ის რას ლაპარაკობს სინამდვილეში. მე მელაპარაკება, თქვათ, და ეს აი ნარცისული ადამიანი თავის იმებში არის. სინამდვილეში ის რას ლაპარაკობს, მას როგორ უჭირს. ადამიანი მეჩხუბება, ან აგრესიული არის იქ ლიფტში, კარი რატო არ გაუღეთ სიტყვაზე, ხო? ახლა მე არ მხვდებიან ხოლმე ესეთი ხალხი, მართლა არ მხვდებიან, ახლა გულახდილად რო გითხრათ, უფრო ვაკვირდები ხოლმე გარე აგრესიები რო ხდება ხოლმე, თუ თქვათ, თუ სადმე შევხედე. და ეს არის იმხელა დაგროვილი უკმაყოფილება, იმხელა ადრე მაქვს ვიდეო ჩაწერილი აგრესიაზე, რომ რაღაც ჩვენ რომ გაღიზიანებულები ვართ, ესეთი საზღვრები დავარღვიეთ. უბრალოდ ხშირად ხდება პროექცია, მეგობრებო. პროექცია ნიშნავს, როდესაც ადამიანი მაგალითად შენ გეუბნება, რომ შენ ესეთი ხარ, ხშირად ყოფილა მაგალითად განსაკუთრებით სხვათა შორის ლილიტ ლომებს ჰქონდათ ხოლმე ეს პრობლემა. აი ის იმას შურს ჩემი, ამას შურს ჩემი და ეს მე გეუბნებით კატეგორიას, ახლა ყველა ესე არ არის, რა თქმა უნდა. და საერთოდ არც კი მიგრძნია ეს რას ნიშნავს ვიღაცა შურს, არ ვიცი, ხო? და ახლა ლილიტ ლომზე ყველაზე ისეთ კუთხით წერია ეს, რომ ფარული, ქვეცნობიერი შური შეიძლება გქონდეთ. არა ყველას, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი აი ყველაზე ისეთი რა იცით, აი რო ვკითხულობთ ხოლმე შავი მთვარის თემაზე, ხო? აი არის მაგალითად 100% ენერგია და იქიდან აი ეს ამოკრეფილად რაღაცები გვაქვს. ყველაფერი არ გვაქვს, მაგრამ რაღაცები გვაქვს ხოლმე. ვიღაცას ის აქვს, ვიღაცას ეს აქვს, ამას გულისხმობ. ეს არის პროექცია, რომ სინამდვილეში იმათ კი არ შურთ ჩემი, მე ვარ ფარულად არაცნობიერში ცოტა შურიანი. შესაბამისად, მე ვაპროეცირებ ამ ჩემ შურს, მე არ მინდა ამას შევხედო თვალებში და ხედავ ყველაში შურიანობას, ხო?
და ეს არის კლასიკური პროექცია და რუკაშიც ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ტენდენციები და მან ფსიქოლოგია გვეხმარება რომ დავინახოთ და რატო არის მნიშვნელოვანი ეს დავინახოთ მე თუ დავინახავ რომ უი მე ვარ შურიანი სიტყვაზე ხო მე აღარ შევხედა აღარ მეყოლება აღარც მივიზიდავ იდეაში შურიანებს ანუ ისევ ჩემნაირებს მჭყალებში შეს ან პლუს მე უბრალოდ ვერავის შური ვეღარ მომხდება ხო არა ვარ ამ ენერგიასთან ესეთ უნისონში ხო ესე იგი როგორ რაღაც არის იცით აქ რომ მნიშვნელოვანია ჯერ დავინახოთ ეს პროექცია რომ მე რო ვიღაცებს უდათ უყურებ აი ისინი სიმღალატობენ ტიპიური ღალატის ენერგია არის შიგნით ხო ესე იგი მე ჩემში არის რაღაც ეს რომ მე შემიძლია ესე მოვიქცე მაგალითად შესაბამისად მე არ მინდა ეს დავინახო ჩემ თავში განსაკუთრებით ადამიანი როდესაც ბევრს ცუც ლაპარაკობს ხვებზე ძალიან ყურადღებით უსმენ ესეთ ადამიანს და ხედა უკვე რამდენი შიდა კონფლიქტები აქვს რამდენი აგრესიები აქვს და ეს ვერ უმკლავდება ამას და გამოგარეთ გადეტანა სახთენს გარემოზე რომ აი ისინი რა ცუდები არიან შეხედეთ და აი მებრძვიან ესეთი რაღაც რო ვთქვა. შესაბამისად, ადამიანს როცა ვუსმენთ მეგობრებო, თქვენ არ უყუროთ ამ სიტყვებს, რას ამბობს და არ უყუროთ ისე ხა მე ისე პირველ პირში ესე არ გაუნდა არ შეხედოთ. ისე ზოგადად გიხსნით. არ უნდა შევხედოთ ესე როგორც პირდაპირ ადამიანი ამბობს სიტყვებს ჩვენთან. უნდა შევხედოთ მის მდგომარეობას, ემოციურ მდგომარეობას, ის რომ ამას ამბობს აი განსაკუთრებით აი შენ ესეთი ხარ, შენ მოუწესრიგებელი ხარ, შენ ესეთი ხარ, სადღაც ის შეიძლება ებრძოდეს თავის შინაგან მოუწესრიგებლობას, სადღაც შეიძლება უფლებას არ აძლევდეს საკუთარ თავში, რომ მოუწესრიგებელი იყოს და ძალიან უნდა რომ შეიძლება ესეთი იყოს, ხო? შესაბამისად, ჩვენ თავშიც ესე უნდა დავაკვირდეთ, ასევე როცა ვლაპარაკობთ, ესე ან გზნობთ ესეთ აგრესიას შინაგანად, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ასევე გარემოს გაგება ვისწავლოთ, გარემოს მოსმენა ვისწავლოთ ამ ადამიანებს, როცა რაღაც აწუხებს და მე ვერ ვხედავ, ხა რომ ბრაზდები და აგრესიული ვხდები ასეთ ადამიანთან, რა გინდა ჩემგან და ასე შემდეგ. ეს რას ნიშნავს, იცით, რომ ჩვენ ვეუბნებით ფსიქოლოგიურად, რომ მე ვერ გხედავ, მე არ მაინტერესებს შენ რას გრძნობ, მე საერთოდ არ მესმის შენ რას გრძნობ და შესაბამისად მე გებრძვი მერე შენ, ხო? რატო ზუსტად ამ ადამიანს ეს გაგება და მოსმენა ჭირდება. ამას არ ნიშნავს იმას ვამბობდე რომ ჩვენ უნდა გავჩუმდეთ და თავი არ დავიცვათ. თავი უნდა დავიცვათ გარედან სიტყვიერად, მაგრამ როგორც კი ჩვენ აი ნერვები გვეშლება და ემოციებში გადავდივართ მძაფრ ემოციებში, ეს უკვე ნიშნავს რომ მე შენ ვერ გხედავ, შენც მე ვერ მხედავ. ხო? მე არ ვარ შენთან გახსნილი ენერგეტიკულად, მე შენ არ გიღებ და შენც მე არ მიღებ შესაბამისად რომ შენ ტრამვებში ტრიალებ, მე ჩემ ტრამვებში ვტრიალებ. შესაბამისად მთელი სხვადასხვა აი ძალიან გლობალურად რომ შევხედოთ სამყაროს, მთელი დედამიწის პრობლემა, ადამიანების პრობლემა არის ზუსტად ამაში, რომ ვერავის ვერ ხედავს, მეგობრებო, არავის არ ესმის ერთმანეთის, ყველა თავის პროექციებშია, ყველა თავის განცდებშია, ვერ უმკლავდებიან ამ ყველაფერს, გამოაქვთ გარეთ და მთელი პრობლემა ეს არის. გაგება, მიღებლობა, ცოტა ჩემს მოდელს გეუბნები, ცოტა დამკვირვებლობასთან გადის უკვე, რომ ხედავ, ისმენ და მე შინაგანად არ გებრძვი. შინაგანად არ ვცდილობ შენ განადგურებას, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ხა ძალიან ძნელია ამ ყველაფრის დაცვა, მაგრამ რაც უფრო მეტი გვაქვს გაცნობიერება, რაც უფრო მეტი გვაქვს ცოდნა არის ყველაფერი, ხო? ცოდნა თუ არა გვაქვს, საიდან დამესიზმრება მე ეს ყველაფერი, ხო? და აი ამ ცოდნასთან რამდენადაც მაქვს მე კონტაქტი და ვიცი ეს ადამიანი სად რეაგირებს, რატო რეაგირებს, რას გამოხატავს, მესმის ეს ენა, ხო? მე შესაბამისად ვიცი როგორ გავუმკლავდი ამ ყველაფერს, სწორად როგორ დავინახო. და შესაბამისად აქ აგრესია უკვე აღარ შემოდის. ძალიან საინტერესო არის აი ამ ყველაფრის გარკვევაში, აი ამ იმის მოსმენაში, ხო? როგორ ადამიანი რა არის პროექცია და გუგლოთ მაგალითად, დავგუგლოთ, წავიკითხოთ სიტყვაზე. აი ელემენტარული ფსიქოლოგიური ბაზა შევიქმნოთ. სხვათა შორის აი მე მაქვს ასტროლოგიური სკოლა, იცით, და ახლა ივლისის ბოლოს ახალი კურსი კიდე იქნება.
დაახლოებით თვენახევრიანი კურსი იქნება, ძალიან ინტენსიურიო, ხო, 5 საათიანი და შემოვიყვანე ჩემს სკოლაში ფსიქოლოგი, ხათაშორის ძალიან საინტერესო ადამიანი, ძალიან ჩემი ლექტორი და არაჩვეულებრივი ლექტორი და მასაც ექნება რამოდენიმე ლექცია ფსიქოლოგიაზე და მე თვითონ შევადგინე ის პროგრამა, რაც ასტროლოგიას ვისწავლობს, მაგალითად, რაც გამოადგებათ ფსიქოლოგიურ ელემენტარულ ცოდნაში და ძალიან საინტერესო ლექციები იქნება ასტროლოგიასთან ერთად. მე წავიყვან ასტროლოგიურ პირადი რუკები და ფაქტობრივად თერაპიას ვაკეთებთ ხოლმე შემდგომ, ანუ თეორია, პრაქტიკა ერთად გვაქვს, ესე ჩემი უნიკალური სისტემა არის შემუშავებული. თუ ჩვენ თერაპია არ ჩავრთეთ ასტროლოგიის სწავლისას, ჩვენ ვერ გავიგებთ ასტროლოგია როგორ მუშაობს. და ბოლო 2 დღე, ფაქტობრივად 10 საათი არის ჯგუფური თერაპია რუკიდან გამომდინარე. და იქ მიდის პირდაპირ ცხოვრებისეულად გამოცდილების მიღება, როგორ მუშაობს კომბინაციები, კარმული ასტროლოგია როგორ მუშაობს, პირადი პლანეტების ასპექტები როგორ მუშაობს და მთელი დანარჩენი საათებიც, ახლა 36 საათი გქონდა წინა კურსიც და ფაქტობრივად ანალოგიურად თეორია, პრაქტიკა ერთად მიდის და ახლა შემომყავს ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი, რომელიც წაიკითხავს უკვე დაცვით მექანიზმებზე, მაგალითად ჩვენი დაცვითი მექანიზმები როგორ მუშაობს და სხვა შორის მე რო ვსწავლობდი ფსიქოლოგიას, ეს დაცვითი მექანიზმი პირდაპირ ჩვენი კარმული ასპექტები არის. დაცვითი მექანიზმის როლში შევდივართ ჩვენ კარმულ ასპექტებზე და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, საინტერესო იქნება ესეც რომ გაიგოთ, იმიტომ რომ სხვანაირად ასტროლოგიას მე მქონდა ახლა ძალიან ისეთი სიღრმისეული ცოდნა ასტროლოგიაში, მაგრამ სანამ აი ეს კვლევები არ დავიწყე და იქ ფსიქოლოგია არ შემოვიტანე ასტროლოგიაში, მე ვერ ხვდებოდი, ეს იყო უბრალოდ გარე ინფორმაცია, რომელსაც შიგნით ვერ ვატარებდი. რეალური ცვლილებები კიდე მხოლოდ ესე არის შესაძლებელი, ხო? და ჩვენ თუ ჩვენს პირად ტრამვებზე და ეს თერაპიულად თუ ჩვენ გავდივართ ასტროლოგიას, სხვების დანახვაც შეგვიძლია ზუსტად თერაპიულად. იმიტომ რომ ხა წინა ჯგუფში 25-26 კაცი ყავდა და წარმოიდგინეთ ახლა აქტიური ჯგუფური თერაპია ამდენ ხალხში პირადი რუკით რო გავდივართ და ამდენ ადამიანთან, ამდენი ფსიქოტიპი, ამდენი ცხოვრება, ამდენი ემოცია ასაკით იყვნენ 60 წლისებიც, 20 წლისებიც სიტყვაზე, ხო? ყველანაირი თაობა რო იყო აქ და შესაბამისად ამას თუ სწავლობთ, ფაქტობრივად გარე სამყაროში რუკას შევხედავთ და გარეთ ვიცით, ადამიანებში ვიცით უკვე რა ხდება, ხო? მე ამ ფსიქოლოგიურ ელემენტარულ ცოდნას თუ ვიღებთ, მე შეგვიძლია ჩვენ უკვე აი ეს მესიჯები დავინახოთ, ადამიანი რო გველაპარაკება, ჩვენ ის დავინახოთ, შევიგრძნოთ და შესაბამისად ჩვენ კონტაქტზე გავდივართ გარე სამყაროსთან, ადამიანებს ვეხებით, უკვე გრძნობთ ადამიანებს, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად ახლა კარმული ასტროლოგიის კუთხით რო შევხედოთ, ამისთვის მოვედით ჩვენ ზუსტად ჩვენ თავი შემოვიყვანოთ ამ სამყაროში, ამ გარემოში და ეს გარემოც შემოვიყვანოთ ჩვენში, ხო? ერთიან სისტემაში შემოვიდეთ გარემოსთან. მიღებულია, მიუღებელია, არ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ და გავეხსნათ ამ გარემოს და მივიღოთ ეს გარემო, როგორიც არის და ეს გარემო ჩვენში შემოვიყვანოთ, რომ ჩვენც მიგვიღონ როგორებიც ვართ, ხო? აი ეს არის მთავარი მიზანი ხოლმე და აი აქ ეს მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია. გარემოდან მოდის ეს თქვა პროექცია, რომ აი ადამიანი შურიანია და მე მეძახი შურიან სიტყვაზე და მე აღშფოთებული ვარ როგორ თუ მე შურიანი ვარ. ჩემთვის ესეთ გამოცდილება არის, რომ ესე იგი მე არ მესმის ამ ადამიანის და მოდის იმისთვის ჩემთან, რომ მე მას მოусმინო, მე მას გავუგო, ხო? და ჩემშიც რაღაცას აპროვოცირებს ეს რაღაცა ხდება ჩემშიც, რატომაც მივიზიდე ეს ადამიანი, ხო? ახლა ჩემთვის მაგალითად როცა ესეთ ადამიანებთან ანუ ყველა ვართ, მე შეიძლება ესეთი ვიყო და ახლა ეს ადრე იყო ხოლმე, რომ აი ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და ვიწყებდი ყველაფერზე ჩხუბს წლების წინ და მე აღმოჩნდა რომ ვერ ვყავს რუსამდე ხოლმე მიხიზიათებოდა ყველაფერი და თურმე ვყდებოდი აგრესიული და მოკლედ ძალიან არ მივხვდი რა დავაკავშირე რომ აგრესიული კი არა ვარ უბრალოდ ყავა მაწყინა ნაყველი გამიხიზიანა მე დავიწყე მაგას დაკვირვება და მე როგორ ვაკეთებდი იცით რომ
აი როგორც კი მომივიდოდა ეს გაღიზიანება, მე ვამბობდი რომ აი მე ეხა ნაღველი მაგაღიზებული ცოტა აგრესიული ვარ რა და გაღიზიანებული ვარ ეხლა და არ გეგონდათ რომ თქვენ დაგაყარეთ. აი ამას რომ მივხვდი ოღონდ რამდენი ხანი გავიდა არ იცით. იმიტომ რომ მე მიკვირს არა ვარ ხოლმე ესე რომ ხასიათზე აგრესიული იყო ეს ჩემთვის ეს შეიძლება ის დამემართოს რა ვიცი ნერვოზი დამემართოს რა აღმოჩნდა რომ ცოტხასიათზე ვარ ხო და ნუ ვიყავი ძალიან შოქში რა და თურმე აღმოჩნდა რომ ახლა ნაღელს უნდა უკურნალოთ იქ რაღაც კვება უნდა დავარეგულიროთ და აღარ ვიქნებით ესე ხო და აი ამ კუთხით გეუბნებით რომ ახლა გარემოსთან ჩემს ოჯახის წევრებთან მე როაზე ჯაჯღანებდი გარკვეულწილად იმათ კონტაქტ ის მომენტი რომ რა უნდა რატო გოჭყუება რატო ესეთი გაღიზიანებული და ჩემს პრობლემას ვერ უმკლავდებოდი ვერ გამოვიკვლიე ვერ მოვაგვარე და ვაყრიდი სხვას ხო ანუ ჩვენც გვაქვს აი ესეთი შეიძლება ზოგჯერ დებილური ის გქონდეს რაღაც მიზეზი ჩვენი აგრესიის რომ აი გაგვეცინოს მაგრამ არის სერიოზული პრობლემებიც რომ აი სერიოზული პრობლემები მაქვს ჩემ თავში სიტყვაზე და აი ვარ ძალიან გაღიზიანებული მე ჩემს აგრესიასთან არ ვარ კონტაქტზე ვაყრი სხვას თავზე და კიდევ უფრო მაბრაზებს ის რომ მე ხო ვერ ხვდები რამ ჭირს და სხვაც ვერ ხვდება რა ჭირს და ისიც მაყრის აი ეს არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ახლა ცოტა ისეთ თემაზე უნდა გადავიდე განსაკუთრებით ახლა მაგალითად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაში ძალიან ბევრი საჯარო სამსახური არის ძალიან გაღიზიანებული საჯარო სამსახურის თანამშრომლები არის უკვე გაყოფა საზოგადოების ხო ეს სახელმწიფო ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება და აი მიტის ერთმანეთში რაღაც სერიოზული დაპირისპირებები Facebook-ზე პოსტებში ვხედავ ხოლმე და იცით როგორი მომენტი არის მან საინტერესო რომ არის კიდევ სოციალური აგრესიაც ხო საზოგადოებრივი სოციალური აგრესიაც განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ეს გამოვლილი 90-იან წლებში როდესაც ეს ზვიადისტები და არაზვიადისტები და ამათ შორის იყო მთელი ომი მთელი ამბავი ეხლა გახდნენ რაღაც პრორუსული ტიპაჟები თითქოს და პროდასავლური ტიპაჟები. ნუ აქ ახლა გაცილებით უფრო ნათელი არის, ხო? არჩევანის გაკეთება გაცილებით მარტივი არის, ვიდრე 90-იან წლებში ზვიადისტებსა და არაზვიადისტებს შორის იყო, ხო? ასე თუ ისე. მაგრამ არის ეს ტენდენცია, ეს უკვე სოციალური აგრესია და რაში არის საქმე, იცით, მეგობრებო, რომ სინამდვილეში ორივე მხარე ძალიან სულ მდგომარეობაში არის. გაცილებით დიდი ხანია ეს პრობლემებია დაწყებული. და ეს უკვე ჩვენ ფაქტიურად ვართ როგორც აი ჩაკეტილები ერთმანეთთან ამ დროს მე გულახდელად რო გითხრათ მესმის ორივე მხარის შინაგანად ვინც თქვათ მაგალითად საჯარო სამსახურში არის არ უნდა წასვლა სიტყვაზე ან თავის ხელფასზე არის ორიენტირებული ან თავის კარიერაზე არის ორიენტირებული მათიც მესმის ზუსტად ვიცი ძალიან ბევრი ცხოვრებაც მათი და სოფხეთოლობაც და აქეთ ახლა ძალიან სხვა თემაზე გადავედი, მაგრამ ახლა ეს ძალიან რეალური არის, ხო? რეალური პრობლემები არის. და აქეთ ამ ხარისაც მესმის. აი მთავარი პრობლემა რა არის, იცით, რომ ერთმანეთში რომ დაიკარგა დიალოგი და გახსნილობა, ზუსტად მაგიტომ გაიყო ეს ძალები ეს. მიმღებლობა რო არ არის. მე ადრე თქვი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემთვის ის რომ მთელი ჩემი ოჯახი, მთელი ჩემი მშობლები, მთელი მათი ცხოვრება 17 წლის იყო და ეჩემი რომ იჭერდნენ უკვე წითლები წითლებს ეძახი ხოლმე საბჭოთა კავშირის ხალხი იჭერდნენ და ეჩებს და სულ მაგ ბრძოლაში იყო და რუსულ რეჟიმს ებრძოდა და ეს ჩვენ რაღაც ოჯახურად გვაქვს ხო რაღაც ისეთ მერაბ კოსტავას გზა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაინც არის ისეთი მომენტი რომ ცოტა ფილოსოფიურად და ფსიქოლოგიურადაც რო შევხედოთ იყო ყოველთვის მიუღებლობა ერთმანეთის აი დაუნდობლობა და მიუღებლობა საშინელი და ამიტომაც მე იყო ესეთი გაურკვევლობები, გაუგებრობები და მე როგორ ეცით აი იყრებიან ცალკე აი სადაც არ მარტყამენ იქ ვიყრები ეს სოციალური იზოლაციაში გადადიან აქეთ მხარე და ეს მეორე მხარე, ხო? და აი როდესაც ესეთ აგრესიებზე არის ლაპარაკი, თქვათ, ისინი
სიამდვილეში აი თქვათ აი ეს პროსახალისუფლებო გუნდი, ხო? ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ისინი თავდაცვაში არიან სერიოზულად და მათი აგრესია იქნება ზუსტად ეს რო ის თავდაცვაში უნდათ, იმიტომ რომ აქედან მხარე ეუბნება რომ აბსოლუტურად უნდა შეიცვალო და ახლა ამათ არ აქვთ ეს რესურსი რომ შეიცვალონ ახლა და აქედან მხარესაც მე ხარ რასაც ოპოზიციას უყურებდი, არც ოპოზიციას არ აქვს რესურსი შეიცვალოს ახლა რეალურად, ხო, ბევრი კუთხით არ იცვლება რა, ქართველები არ იცვლებიან მაინც რაღაც ისე პოლიტიკურ სპექტრს და εμას გულისხმობდა. ყველანი ვართ რაღაცნაირად გაჭედილები რაღაც უძრაობაში. ორივე არის ძალიან გაღიზიანებული და ძალიან აგრესიული. მე თუ მკითხავთ ორივეს აქვს ის რომ არც ერთსულება არ უნდა სინამდვილეში. მე გეუბნებით არა ხალხზე, არამედ აი რაღაც ენერგეტიკული წყობა რო ავიღოთ, ხო? ცოტა ისე დიცურათში შევხედოთ ამ ყველაფერს. არავის არ უნდა ცვლილება. ვერ ერევიან თავიანთ შინაგან უძრაობას, მოდით ესე ვთქვათ, და შესაბამისად აი ეს გაღიზიანების გადატანა ხდება მე ერთმანეთზე და ცოტა დიცურეთში ეს გაცილებით უფრო სიღრმისეული პრობლემა არის, ვიდრე უბრალოდ თქვათ კოცობა და ცობა ისე რომ თქვათ, ხო, ანუ ოპოზიციურად განწყობილობა. ძალიან ბევრს აქვს ეს პრობლემები ახლა საჯარო სტრუქტურებში, ბრძოლები მიდის იქ სერიოზული, არიან კიდევ დაბნეულებიც რო აღარ იციან საით გადაიხარონ. ეს ხალხშორის ეს ყველაფერი პასუხისგებლობა მაინც არის იმ ხალხზე, ორივე მხრიდან, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც, იმ თავარებზეც რომელთაც ვერ გააცნობიერეს ის პასუხისგებლობა, რაც აიღეს თავის თავზე და აქაც ცოტა გლობალურ პრობლემასაც ხედავ, იცით, ეს არ არის მარტო ქართული რეალობა ეხლა რაც ხდება. გლობალურად არის პოპულიზმის სერიოზული ტალღა, ტყუილების, პოპულიზმის, ავტორიტარიზმის სერიოზული ტალღა წამოვიდა. სხვათა შორის, ადრე რუდოლფ შტაინერი, მე ადრე ბავშვობაში რო ვკითხულობდი ხოლმე, მახსოვს ძალიან კარგად წერდა, რომ აი რაღაც პერიოდში 100 წლის შემდეგო დაახლოებით აი ესე ამბობდა ნეგატიური ჩამორჩენილი სულებიო ესე უყვარდა თქმა და მე გამოვიდა ქართულადაც სხვათა შორის ისინი ადრე მე სხვა უცხო ენაზე მაქვს წაკითხული ჩამორჩენილი სულები გადმოვლენო და ძალიან სერიოზული ბრძოლა გაიმართებაო და არ ვიციო ვინ გაიმარჯვებს ბნელი ძალებია თუ ნათელი ძალებიო სერიოზულად ეს აისახება დედამიწაზეო და თუ ბნელმა ძალებმა გაიმარჯვაო ძალიან დიდი ხნით წავაო უკუნეთი დედამიწაზეო და სიბნელეო. მე რომ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, სხვათა შორის ძალიან მენიშნა იცით რა, რომ ყოველთვის სამყაროს აბალანსებდა რაღაც აი ნათელი ძალა და ბნელი ძალა. ხო, რაღაცა თანაფარდობა იყო ეს ბნელი ქვეყნები და განვითარებული ქვეყნები, რომელ ქვეყნებშიც ჩვენ გვინდა შეხვდომა იდეაში, ხო, ამ განვითარებულ ქვეყნებში, პროგრესულ, თავისუფალ ქვეყნებში, ხო? შესაბამისად, აი ხა იკარგება ეს ბალანსი. აი სიბნელე შედის, იცით, აი რუსეთი განსაკუთრებით ერთ-ერთი ჩირაღდანია ამ სიბნელის და აი ამ ავტორიტარიზმის, ხო და აი თუნდაც პოლიტიკურ სიტუაციებს რო შევხედოთ, ევროპაშიც იჭრება ეს სიბნელე, მოდით რომ ესე ვთქვა, სიბნელე რა არის ავტორიტარიზმი? ავტორიტარიზმი რა არის, რომ ხალხი არის ჩემი მონა, მე მარჩენენ, მე აქ ფულს ვაკეთებ, მე აქ სერიოზულად გავიდგამ ფესვებს, კონკრეტული პატარა ვიწრო ჯგუფი, რომელიც ძალაუფლებას აიღებს ხელში, მერე გაირყვნებიან ამ ძალაუფლებაში, ჩაალპობენ მერე ქვეყანასაც და მოკლედ ეს ავტორიტარული წრე, ხო? ნუ ადრე მეფეები რო იყვნენ, ეს არ იყო ეს ავტორიტარული წრე, ისე როგორც ეხლა გადამოვიდა ეს ყველაფერი და პოპულიზმით ამის დაჭერა პირველად ჰიტლერმა ცადა, ეს პოპულიზმის ტალღა ჰიტლერმა შემოიტანა. ეს ტყუპები რო ყავდათ, რამოდენიმე ლიტი ტყუპები, ეს პროპაგანდისტული მთელი მშვილდოსანი და ტყუპი, ეს ორი ღერძი არის, ეს პროპაგანდის, შოუების და მთელი ამბების, ხო? და ტაკი მასხარობას ეძახი ხოლმე. ეხა წინასწარ ჩარლი ჩაპლინს უყურებდი, აშარჟებდა ну, მაგის ფილმები მიყვარს და აშარჟებდა ჰიტლერს და ორივე ზუსტად ლირიტი ტყუპი მერვე სახლში ორივეს ერთი კომბინაცია ყავდათ და აი გარედან რომ შევხედოთ ახლა კი იუმორით და კარგად გადმოსცემდა, მაგრამ ანუ რაღაცები ცოტა ისე არის რა, ну აი, ну ეს ენერგეტიკა არის ხო ამ კუთხით. ხო და აი ეს ტალღა რო წამოვიდა პოპულიზმის, ამას მოყვა ძალიან დიდი ომი.
შემდგომ ის პოპულიზმი მოიტანა იმ პირველ მსოფლიო ომმა, რომელიც რაღაც არასამართლიანად რაღაცები გადანაწილდა, ხო? და ეგოზე დაარტყა გერმანიას ძალიან სერიოზულად. შესაბამისად, შეიქმნა პოპულიზმი და პირველი ტალღა ეს პოპულიზმის იყო მაშინ, რამაც მოიტანა უდიდესი მსხვერპლი. მთელი ერი აყვა ამ პოპულიზმს, ხო გარკვეულწილად. შემდეგ იგივენაირად განვითარდა პოპულიზმი, ოღონდ უფრო სხვანაირი, უკვე საბჭოთა კავშირში, ავტორიტარიზმი და პოპულიზმი ერთად, ხო? და აი ეხლა ისევ მაგ ტალღაში ვართ. რეალურად კაცობრიობამ ხალხმა ვერაფერი ვერ ისწავლა ამ ყველაფრიდან. აი თუნდაც ეხლა ევროპაში ნელ-ნელა რა არჩევნებიც არის, ამერიკაში მოვიდა პოპულისტური გუნდი, რომელიც ეხლა მთელ მსოფლიოს აყირავებს, ყველაფერი დაანგრია, ხო? და როგორც ჰიტლერის დროს გერმანელებს ეგონათ, რომ რაღაც დიდი მესია მოვიდა, აი ეს პოპულისტების მსხვერპლებიც იგივენაირად არიან ხოლმე დარწმუნებულები, ოღონდ სინამდვილეში მე საკუთარი სისხლის ფასად უწევთ აი იმ დაუფიქრებლობის თუ აი დიდი სურათის ვერ დანახვის უნარების არ ქონა, იცით, რაც მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოხდა, მთელ გერმანიას მოუწია ძალიან სერიოზული პასუხისგებლობა აიღო ამ ყველაფერზე შემდგომ. მაგრამ ეს ტალღა ისევ გრძელდება და აი შტაინერი რასაც ამბობდა, მე რასაც ხედავ, ძალიან ისე უყურებ, ცოტა პესიმისტურად ამას, იცით, რომ არ ვიცით, ჯერ არ ჩანს ნათელი ძალები გაიმარჯვებენ თუ არა. და ნათელი ძალები რა არის, ბალანსი უნდა იყოს. აი აქეთ თუ სიბნელი არის, აქეთ სინათლე იგივე თანაფარდობითად უნდა იყოს და ამერიკაც ამ პოპულიზმში და აი ამ კოშმარში რომ ჩაეშვა, სერიოზულად შეირყა ბალანსი. აი ძალიან სერიოზულად შეირყა, ავტორიტარიზმი მოდის სოფლიოში და ასეთ რაღაცებს ყოველთვის დიდი ომები მერე მოყვება ხოლმე, ხო? იმიტომ რომ როცა ნეგატივი სიბნელე მოდის, სიბნელე თავის თავში, აი მას აქვს ფროიდს თანატოსი ენერგია, თვითგანადგურების ენერგია, ხო? თვითგანადგურებაში მიდიან. არ არის სიცოცხლის უნარიანი სიბნელე. არ არის სიცოცხლის უნარიანი, მასში დევს უკვე თვითგანადგურება, სიკვდილის ენერგია არის ეს სიბნელე ფაქტიურად და შესაბამისად ყოველთვის მოაქვს ის სიბნელე, რაც ეხა ჰიტლერის დროს მაგალითად გერმანიას მოუტანა ჰიტლერმა, ხო? აი იმ სიბნელით, იმ პოპულიზმით, იმ არასწორი რაღაცებით მოიტანა ძალიან დიდი სიკვდილი და რის შემდეგაც ხათაშორის ეხა გერმანია მაინც გამოისყიდა ეს ყველაფერი და დადგა ფეხზე. ეხა რუსეთის იმედი მაგ კუთხით არ მაქვს, რომ მათ აქვთ ამის უნარი გაცნობიერონ ეს ყველაფერი. თუმცა ეს პოპულისტური და ავტორიტარული სამყაროები მოდიან წინა პლანზე და ეხა ძალიან ისე ფართოდ შევხედეთ ამ ყველაფერს. უბრალოდ აი როცა ეხა ჩვენს ლოკალურ იმაზე ვლაპარაკობთ პოლიტიკაზე, ეს არ არის მარტო ჩვენი ლოკალური, სოფლიოში ხდება რაღაც ძალიან დიდი პროცესი, რომლის ჭანჭიყიც ვართ ჩვენ და მე მგონი ამის ერთ-ერთი ის ვიყავით ჩვენ ერთ-ერთი მოწინავე სიბნელის შემოდინების, ნუ რუსული ენერგიის შემოდინების, ხო? და ეხლა თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, ამას ეთებთან მე საერთოდ საქმეც არ მაქვს, ხო? ეხლა ეს იმდენად ისეთი არის, ეს უკვე ისეთი ინტელექტუალური კრიზისი იქნება, ამას თუ ვერ ხედავ, უკვე საერთოდ აღარ ძლიერს ასეთ ადამიანებთან ლაპარაკი და შესაბამისად, ნუ ეს ძალიან მარტივი არის. ამიტომ ძალიან გლობალურად რო შევხედოთ, ჩვენთან რა პროცესიც არის, მსოფლიოში არის ძალიან ცუდად საქმე. არ ვიცით რამდენად ნათელი ძალები გაიმარჯვებენ და ეხლა ხვდები შტაინერი რას ამბობდა. სხვა შორის მაშინ ბევრი ვიფიქრე რაღაც 16-15 წლის ვიყავი მაგი რო წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე მაგაზე რა ეწერა და აი ზუსტად მაგაზე იყო ლაპარაკი 100 წელიწადშიო დაახლოებითო რა იქნება ეს კრიზისიო რომ ბნელი ძალები გადმოვლენო შეიძლება დაიკავონ მთელი დედამიწაო და მე ძალიან ცუდად იქნებაო ჩვენი საქმე. სულ მაგი მახსენდება და ნახოთ არამჯერა მე მაინც რომ სიბნელე როდის მე გაიმარჯვებს სიბნელე დროებითი არის და ის თავის თავს შეჭამს თავის თავს განადგურებს და წავა მერე თავარია არ ჩავყვეთ ხოლმე ამ სიბნელეს ეს ყველაზე მთავარი არის მაგრამ მაინც ახლა ძალიან დიდ სურათში თუ შევხედავთ გლობალურ თემებში ხო აი ეს აგრესიები ჩვენ რაც გვაქვს თუნდაც სოციალურ ქვეყნის სიტუაციაზე უფრო დიდ სურათში თუ შევხედავთ ამას იმ აგრესიასაც მივხვდებით იცით რომ ცოტა დიდ სურათში უნდა შევხედოთ რაღაც გლობალურ პროცესში არის და მან მნიშვნელოვანია ზუსტად რომ
აი კრიტიკა და ის რაღაც ინდისზე და ნამუსზე შეგდებები ერთმანეთის, ხო, რაღაცნაირად გაცნობიერება იმისი, რომ ეს რაღაც დიდი პროცესია და თუმცა ადამიანები ამ პერიოდში არჩევენ, რომ სად დგანან. და არა მარტო სოციალური კუთხით სადგანან, ეს ენერგეტიკულადაც სადგანან, იცით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, ახლა ძალიან ბევრი მყოლია ჰიპნოთერაპიაზე რო იყვნენ და რომ ნახიათ, რომ წინა ცხოვრებაში ცუდ მხარეს იდგნენ მაგალითად, ან პოლიტიკაში რაღაც ცუდი რაღაცეები გააკეთეს. ეს რა არის, რომ სადღაც პასუხისგებლობაც ჩვენზე არის და მე შეიძლება მოვიდეთ ისეთ ქვეყნებში, რომელიც აი იმ რაღაც ცუდი ტიპების მსხვერპლიც გავხდეთ, ხო, გარკვეულწილად, ხო? ან ცუდი ისეთი ქვეყნის მსხვერპლი გავხდეთ, ან რაღაცა და რაღაცა, ხო? ანუ სისტემა გვებრძოდეს მაგალითად ძალიან სერიოზულად, ხო? აი ეგეთ რაღაცეებში პასუხისგებლობა, აი ეზოთერიული მენტალობით რო ავიღოთ, ეს ძალიან დიდ ვადას, გრძელვადიან ინკარნაციებში გვიჯდება საკმაოდ ძვირად. ეს არ არის მხოლოდ რაღაცა ლოკალური ამ კუთხით, ხო? მე მგონი უკვე უნდა დავასრულოთ. იმედია საინტერესო იყო მეგობრებო თქვენთვის ეს ვიდეო. ცოტა გლობალური გამომივიდა. ბევრი რაღაცების ახსნა და დამწერთ ხოლმე კომენტარები, რა მოგეწონათ რა და გაინტერესათ, რაზე გავაკეთო კიდე შემდეგი ჩართვა მაგალითად და ყოველთვის ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს და დაგემშვიდობებით მაშინ ბედნიერად.